როდის უნდა ვილოცოთ? შეიძლება კითხვა დავსვათ. და სახარების პასუხი მარტივი არის, განუწყვეტლივ. ანუ ყოველთვის, ყოველ წუთს, არა უბრალოდ ყოველ დღე გქონდეს ეს პრაქტიკა, რომ ლოცულობდე. შეიძლება სატრანსპორტო საშუალებაში იყო, შეიძლება გზაზე მიდიოდე, შეიძლება სახლში იყო, შეიძლება სამსახურში იყო. უბრალოდ ილოცე. ლოცვა თუ ცოცხალი არის. ლოცვა თუ ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა არის. დაანებე ზეპირ მეტყველებას თავი და რაღაც რელიგიურ შეხედულებებს, რომ კონკრეტულ ადგილას უნდა მიხვიდე და იქ უნდა ილოცო. ღმერთი ყველგანყოფია. ღმერთს ყველგან შეუძლია მოისმინოს შენი ლოცვა. თუმცა კარგი იქნება ასევე თუ განმარტოებითაც იქნები. როგორც იესო ამბობს, შედი შენს ოთახში დაფარულში ილოცე შენი მამისადმი. და ღმერთი რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ. არ დაგაბრყოლოს, ოსა ქუჩაში მისეინობ და გინდა ღმერთს რაღაცა უთხრა. უთხარი. ღმერთი მოგისმენს. თუ ეს ცოცხალი ურთიერთობა არის, ნებისმიერ დროს ავიღებ ტელეფონს და მოვიკითხავ ჩემს საყვარელ ადამიანს. თუ ღმერთის და ჩემი ურთიერთობა ცოცხალი ურთიერთობა არის და ჩემი ლოცვა მონოტორული არ არის, არამედ საუბარია ღმერთთან, სადაც უნდა ვიყო, შემიძლია უთხრა, ღმერთო, დამეხმარე. ვინ მიშველი საბა ღამის პირველ საათზე, მე რომ რაღაც დამჭირდება, სადმე უნდა გავიქცე და იქ უნდა ვთხოვო ღმერთს დახმარება? არა. მე შემიძლია პირდაპირ მივიდე ღმერთთან და უთხრა, ღმერთო, დამეხმარე. და პირდაპირ შემიძლია მივიღო ღმერთისაგან წყალობა და მადლი. ამიტომ არ მნიშვნელოვანი, როდის უნდა ვილოცოთ, განუწყვეტლივ, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს.